არ დამავიწყდება ის პოსტი რო გავიარე აქედან ფოტოს რო გავცდით უკვე პოლიციამ გითხრა რომ იქით რუსების პოსტს უნდა მიმართოთო და ისინი გაგიშვებენ უკვე ეგენი ეს არის ბალტინის ხალხი რო შემოვიდა შევარდნაძემ რო მოიწვია რა და ნამძინარევი რო გამოვიდა ეხლა ის ჩემი ასაკის იყო მაშინ მე ვიქნებოდი 28 წლის ისიც ესე რა ახალგაზრდა ბიჭი და ეს ყარყარაშვილის ბრძანება მეოცი ქართულად და უთხარი რუსულად რომ ეს და ეს ვარო ხო მითხეს რომ უნდა გამოიაროთო და სადაც პოსტები ყავდა რა თავის განლაგებული ფარული თუ როგორი და გაიარეთ მაგრამ მე მომიტრიალდა და ესე იქედნურად მითხრა ირონიულად რა ნუ რუსულად სხვანაირად ჭრეს უხამსად ამ სირობებით როდემდე უნდა გააგზავნოთ ესე ამას ვერ მოუყვები შულს გინდა რომ რაღაცები ნათელი ამბები უთხრა და ახლა სამოქალაქო ომია იქ ის არის სოხუმი დაეცა რო თქვა რომ ეხლა კი აი ამბობ შენ რომ რუსი ცუდია მაგრამ ეს რუსი რო ცუდი იყო და გვატყუებდა ვიცოდით მე მივიღეთ სამშვიდობო შეთანხმება ტექნიკა უნდა გაგვიყვანა სადღაც იმამდე რა ქვია ენგუნამდე და გადავიტანეთ ფოჩი და თან ზეიმობდით ქვემოთ რო ვიყავი იმაში რა ქვია ეროვნულ მუზეუმში ის არქივი ამოვიღე აი დიდი დროა გასული რომ გადავამოწო რამე არ შემეშალოს საქართველოს რესპუბლიკა ნუ სამთავრობო გაზეთია პირველ გვერდზე ტექნიკა ფოთშია გაყვანილი ზეიმობ თან ამას და როცა ბიჭები ამბობდნენ მებრძოლები რომ რას ვაკეთებთ ესო დაგჭირდეს ვეღარ შემოვიყვანთ უკან ოპერატიულად და დაგჭირდა და ვეღარ შემოვიყვანეთ артиллерия იყო თავი ამას აი რომ მოუყვე და ვერ უყვებოდი ამას რა იმიტომ კბილზე ბოქნომი მქონდა დადებული ერთმა ორმა სამმა ჩემმა მეგობარმა იცოდა ეს ყველაფერი რაც ხდებოდა რა მაგრამ მე მაქვს საინტერესო ამბავი იყო გორის დროს გორის ხო გორი ახლოს არის 2008 წლის აგვისტოში მივდიოდი რა მასალები ჩავმქონდა განსაკუთრებით ბოლო დღეს რომ ინტერნეტი ჩაახშეს გადმოგზავნა რთული ხო და ერთ ჩამოსვლაზე შემოვედი სახში რა ხო და ავარდი სახში მოვიფერე ყველაფერი იქზია მე 4 მინუტის დაბომბვა ერთი თვით რაღაცა ჩამგავაისქრე მსუბუქად და დათო პატარა მე მგონი 14 წლის არის ამ დროს 13 წლის ხო და ისეთი იყო ყოველთვის ხო და აქ მე მეზობლები შემხვდები აიო რა გინდაო დავხსნით ნერვიულობით მოვკვდითო ყობაო რაღაცა რა გაქვს სანერვიულო მე უთხარი არაფერი არ ხდება აგერ დათო მიმყავს მეთქი ეხლა მეთქი და საღამოს ჩამოვალთ მე გავეხუმრე იმათ და დათო გაიქცა დედამისთან და დედაო ის ჯინსი და ის გამომიტანეო მამას გორში მივყვებიო აი მაშინ მახსოვს ლელას არასოდეს აივნიდან არ დაუძახია და უცებ გავიგონე აი როგორ იცის ზარვით ყობა ხმა ეხლა მომკლავს რა თქმა უნდა ამას რო გაიგებს მაგრამ რაღაცა მამაშვილობის ამბავი რა უთხარი დათო სად მიყავს რა სად არ გახსოვდა ხო რა ეხლა ის ამას და შენთან ერთად გორში მოდის აი ესეთი რაღაცეებია მაგრამ ვერ ეტყვი რა არ ვიცი მე შინაგანად არა ვარ ეს ადამიანი რაღაცეები მოუყვე და მაშინაც ამას უყვებოდი მე ხო არა ბევრს ხო ვლაპარაკო რა ჩემი თავი კი არ გამომყავდა მე ვამბობდი ყვებოდი იმ ისტორიაზე რაც ქვეყანას გადახდათ რაც მე ნახე და რა ჯობდა რომ ალბათ არ გვენახა ესეთნაირად და კაი იქნებოდა რომ ჩვენ გვენახა ჩვენი ჯარების საზეიმო შესვლა ფსონდე მე შილოეთ საზღვრებამდე იქით რა როგორც იყო ალბათ ჩაფიქრებული თუ არ იყო არ ვიცი აღარ შევალ ამის განხილვაში მაგრამ ხედავდით უკუსლავს ხედავდით მსხვერპლს და ამაზე ახლა რო ილაპარაკო ძალიან ძიმია არ მინდა